რადგანაც ყველა სტუდენტები ვართ, ამიტომ სტუდენტების სახელით ვესაუბრებით და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახალგაზრდა ადამიანი, 21 წლის ადამიანი ესეთ გაუგებარ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ამ შემთხვევაში ჩვენი სოლიდარობა დავაფიქსირებთ, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირებთ, რომ ჩვენ კონკრეტულად ასლან მარგოშვილი არ მიგვაჩნია ტერორისტად. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის იყო ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც გაუგებარ მდგომარეობაში მოხვდა სამწუხაროდ. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვთხოვთ სხვადასხვა ღონისძიებასაც მიმართავთ, თუ არ იქნება გამოძიებული აღნიშნული ფაქტი. თავიშვილის შესახებ რა თქვეს? მშობლებმა ძალიან დამწუხრებულები იყვნენ და ბევრი ვერაფერი ვერ გუხდათ იმის გარდა, რომ რა ვიცი. ძალიან მიწევს ხელაპარაკი. ბოლოს როდის ნახეს? წასვლის წინ ფინეთში, როდესაც მიდიოდა გამგზავრების წინ ნახეს და კონტაქტი ჰქონდა სხვათა შორის მშობლებთან, ხშირად რეკავდა კი სატელეფონო კონტაქტი და რა ვიცი. არც იცოდნენ თუ აქ იყო საქართველოს ჩამოსული, როდესაც ეს ამბავი მოხდა ტრაგიკული. და როცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იძახის, რომ ის არ იყო ჩვენი სტუდენტიო, ეს არის სიცრუე და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს იყო სახელმწიფო დირექტივების შესრულება. აი შეგიძლიათ დააფიქსიროთ. ასლან მარგოშვილი. აი ნახეთ. მისი ხელნაწერები. აი შეფასების უწყიშია აქ. სამშენებლო ფაკულტეტის აკადემიური ჯგუფის სტუდენტთა შეფასების. და როგორ სწავლობდა რა ჩანს მაგოწყეს? იქ ნახაზებიც ვნახეთ სხვადასხვა. ეხა ის ნახეთ და ძალიან კარგი ნამუშევრები აქვს, ნახაზები აქვს ძალიან კარგად შესრულებული. შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დაგიდასტუროთ, რომ ეს იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი. როდესაც ამ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გამოდის და იძახის, რომ თურმე ის არ იყო ამ უნივერსიტეტის სტუდენტი, ეს არის სრული სიცრუე და ჩვენ მათ მოუწოდებთ, რომ გონს მოეგნონ და შეეშვან ამ ხელისუფლების დირექტივების შესრულებას. ჩვენ მიგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვაა. აქედან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს ადამიანი არის კიდევ ერთი მორიგი უსამართლობის მსხვერპლი ამ ხელისუფლებისა. ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც დამოუკიდებლად გამოიძიებს ამ შემთხვევას. ჩვენ არ შევეგუებით ამ უსამართლობას და ყოველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ეს უსამართლობა იყოს გამოძიებული. როგორც მოგეხსენებათ, სახელისუფლების ხუშტურებს უამრავი ადამიანის სიცოცხლე, ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა.